დიქტატურა არის, მაგრამ ხა ორთებერვალს მინდა დაუბრუნდა პირველ რიგში, ხო? ანუ ორთებერვალს რა მოხდა? ლოკაცია, რომელიც იყო აქციის ლოკაცია, ამ ლოკაციის გაკონტროლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან გაუჭირდა ინგა და პრაქტიკულად ქაოტური სიტუაციაში იყვნენ პოლიციელები, ხო? ანუ თვითონ კეტავდნენ გზას. ეხლა როგორ იყო, არც ვიდეოც გავრცელდა, მე მგონი უნდა აუცილებლად ავხსნათ. როდესაც დავიწყეთ მსვლელობა, ანუ თვითონ მოვიდა საპატრულო პოლიცია ჩვენთან, რამდენიმე პოლიტიკოსი ვიდექით, გიგი უკან იყო და საერთოდ არავით არის შეხება იმ ადამიანებს და არც არავის ორგანიზატორობასთან არ ჰქონდა, იმიტომ რომ ეს არის დაორგანიზებული ქართული ხალხის მიერ. ხო, თქვენ იცით როგორი ჰორიზონტალურია მთელი ეს პროცესი. მოვიდა საპატრულო პოლიცია და ჩვენ გაგვიმართა ვიდეოც არის, ანუ თქვენს ტელევიზიაშიც გავიდა, რომ რაღაც ნაწილზე, ანუ წავიდოდა მარში, ისინი გააცილებდნენ მარშს და ჩვენი პასუხი იყო, რომ რა ხალხის რაოდენობას დაეწეოდა და როგორი იქნებოდა ხალხის რაოდენობა. ჩვენ უბრალოდ წინ ჩაუდექით ამ ყველაფერს, როგორც პოლიტიკოსები, ადამიანები და მაშინ ისე გადაიკეტებოდა გზა და ეს იყო რეალურად აი ჩვენი საუბარი, ხო? ამის შემდეგ რა გააკეთეს? ამის შემდეგ წავედით ჩვენ წინ, ეგ პანდუსზე ასასვლელი, საიდანაც უკვე უხვევ შემდეგ უკვე აქეთ მხარეს აღმაშენებლის ხეივანზე ჩაკეტეს, გაწყვიტეს ეს ჯაჭვი და ჩვენ მოგვაქციეს ალყაში. ამ ალყაში დაიწყო უკვე სასტიკი ადამიანების დაკავება, იქ დააკავეს მელია, დააკავეს ძიმა ჩემთვალწინ ბიზინაშვილი, ანუ ვექაჩებოდით, მაგრამ ვეღარ გამოვართვით, გიგი უკან იდგა, მახსოვს რომ სანამ იქ ავიდოდით, ეხა დიალოგი მახსოვს ჩვენი, ციოდა ძალიან და ქუდი ამოიღო და მომაწოდა რომ ქცივა გალურჯებული ხარ და ქუდი დაიხურა და ეხა სახში მაქვს გიგის ქუდი. ანუ ყველაფერი ეს რა და შემდეგ მეორე დღეს უკვე, როდესაც ეს დრაკონული კანონები კიდევ ერთი პაკეტი გამოაცხადეს, რაზე იყო პასუხი? ინგა ამ ყველაფერზე იყო პასუხი, იმიტომ რომ მე დავწერე რომ დღეს გამოაცხადეს მე დავწერე რომ ძალიან გაუჭირდათ მაგისტრალების თაობაზე, ხო? ძალიან გაუჭირდათ მართვა აი იქ ზუსტად იმ პროცესის და თვითონ კეტავთ. ანუ მაშინ ყველა პოლიციელი უნდა დააკავონ ეხლა და ყველა პოლიციელს ბრალი უნდა წარუდგინონ, იმიტომ რომ თვითონ იყვნენ ესე არეულები, გედედი აქეთ იდგა, კრიმინალური პოლიცია იქით გარბოდა, არაკოორდინირებულობა. ამიტომ ეხლა პასუხი, რომელიც გასცა საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა, იყო ზუსტად ეს კანონები. ანუ ინგა როგორ აშია საქმე, რეჟიმი გვაწვება და ჩვენს ვაწვევით. ანუ აი ძალიან მარტივად რომ ვთქვა და ჩვენ არ უნდა გავწყდეთ და ბოლომდე ისე უნდა მივაწვეთ რომ რეჟიმი გადაწყდეს. ეხლა მეორე აბსურდულობა. დღეს, როდესაც ველოდებოდა ამასობაში მე საღამოს ჩემი მეგობრები დააკავეს კიდე, ანუ გიორგისთან ერთად. ადამიანები, ვინც მოდიოდნენ ჩვეულებრივად მარშით, იმიტომ რომ აქეთ რო ამოვედით და მარშით, როდესაც წამოვედით, იქ საშინელი შეურაცხყოფა, ქალების გინება წარმოუდგენელი, ჩემს მეგობარს აგინეს საშინლად პოლიციელებმა უშვერი სიტყვით. მე ხარება რომელიც სხვათა შორის მანქანით მოყვებოდა ამ გამცილებელ გედედეს წარმომადგენლებს, ამ ნიღბელს ან ბანდერლოგებს, იმიტომ რომ ხალხი იმდენად ბევრი იყო, რომ ვერ მართავდნენ. და ეს მართლაც ეს გაუჭირდათ ამ ლოკაციის მართვა. და თვითონ ხარაზიშვილი, ეს სადისტი ხარაზიშვილი მოყვებოდა და იქ შელაპარაკებაც მოგვივიდა ზუსტად რამდენიმე ადამიანს აქციის მონაწილეს მასთან. ანუ ფაქტი რა არის? დაკავებული ადამიანები შემდეგ საღამოს უკვე ჩვენ რო ვეძებდით უკვე იზოლატორებში ამ ადამიანებს ღამე და სხვა შორის პროცესიდან მოვდივარ, მე ახალგაზრდების პროცესი იყო, ჩემი მეგობრის მამუკა კომახიას პროცესი იყო, გიორგი ქადაგიძის პროცესი იყო, კიდევ მიმდინარეობს ახლა პროცესები სასამართლოში, მაგრამ მეორე დილას ველოდებოდით რომ ადმინისტრაციულად გამოუშვებდნენ უკვე ყველა დაკავებულს, რომელიც დააკავეს ორთებერვალს. მაგრამ ირაკლი აბესადას დაურეკე, ირაკლი მითხრა რომ ეხა გვითხრეს უკვე რომ გადავდივართ სასამართლოში, აბსურდულობას რეჟიმის სახეს დააკვირდით, ტყუილები, ფარისევლები და ყალბები. გადავდივართ სასამართლოში, ჩვენ სასამართლოში მოვდივართ და შემდეგ მირეკავს უკვე მე გოკა რეკავს რომ მითხრა რომ უკვე დააკავეს სისხლით ისევე როგორც დანარჩენი 8 ადამიანი. და ამ ადამიანებს ხო საერთო ერთმანეთთან არაფერი არ აქვს, ინგა გარდა იმისა რომ ერთად ვიდექით ყველა 2 თებერვლის აქციაზე. ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მთელ ამ სიტუაციაში, ამაზე პასუხი იყო ეს კანონი
კანონები. ამაზე პასუხი იყო, რა თქმა უნდა, დაკავებები და გადაკვალიფიცირება მე სისხლზე, ანუ ეს რაც შიშის ამ წამების ორგანიზებული წამების და ძალადობის ფონზე ამ შიშის დათესვა, მათ გონიათ რომ ადამიანების გაჩერების ერთ-ერთი მთავარი რაღაც ფორმულა შეიძლება იყოს, მაგრამ ვეღარ ხვდებიან, იმიტომ რომ ადამიანები არ ჩერდებიან. რეჟიმი, რომელიც მოგაწובה, როდესაც შენ მიაწვევი, ფიქრობს რომ ეხა მოდი ისე მივაწვევი, რომ ადამიანებს გადავანგრევ და ვერ გადაანგრია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს. მე ყველა ადამიანს მინდა ეხლა აქედან უთხრა. ნებისმიერს, რომელსაც შეიძლება მე არ მოვწონვარ, გიგი არ მოსწონს, ვიღაც არ მოსწონს, რომელიღაცა პოლიტიკური იდეოლოგიის პარტია არ მოსწონს, ყველას მიადგებიან და ყველას დაუკაკუნებენ კარებს. ეხლა თქვა გელამთიულიშვილის სტატუსს კითხულობდი, აი ეხლა თქვენთან სანამ შემოვიდოდი, რომ დღესდილას მანქანა დამილეწესო და დააზიანესო და შემდეგ ვინც დალეწა და დააზიანა, კარებთან მივიდა და კარებთან უკაკუნებს ადამიანს. ანუ ბანდერლოგები, ზონდერები, ეს მართლა სადისტი ადამიანები, მოძალადეები კარებზე უკაკუნებენ უკვე ადამიანებს. პროდიუსერს მინდა ვთხოვო ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუს, შაიშმელაშვილთან ინტერვიუს შემდეგ ჩვენ იქნებ გელას შევეხმიანოთ, იმიტომ რომ ამ წუთას მეც წავიკითხე გელას სტატუსი, რომ ანუ მოძალადეები უკვე სახლებში ადგებიან ადამიანებს, ხო? ხარებას ეს აი ეს მთელი წამების და ორგანიზებული ძალადობის ეს მთელი ფორმულა რაში სჭირდება, ხო? აი თქვენ ყველას აქვს, რომ აი მე რატო არის ესე, რომ მაგალითად ვთქვათ, პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან უკვე პოლიციელები. მართლა, ანუ იმდენად მაღალია და ღრმა არის ინდოქტრინიზაცია პოლიციელების. ჩატებში პირდაპირ უვარდებათ ეს პროპაგანდისტული გზავნილები, ინგა, აქვს სპეციალური ჩატები, უვარდებათ პროპაგანდისტული გზავნილები. ეს გზავნილები არის აი, რასაც პოსტივი ავრცელებს ჩვენზე ყველაზე აგენტები, ჯაშუშები, გამყიდვლები. მე შემდეგ იციან, რომ ამ ძალადობაში ისინი აიღებენ ფულს. თან უკმაყოფილოები არიან, იმიტომ რომ ეხა კრიმპოლი, რომელიც რა ვიცი მე, ამხელა ღიპი აქვს და რაღაცა წონა აწუხებს უკვე და უნდა სახლში წასვლა დასვენება, რა თქმა უნდა, აგრესიულია ყველას მიმართ და განსაკუთრებით პროტესტის მონაწილეების მიმართ. და ხარაზიშვილი, რომელიც თვითონ რეჟიმის პრობლემაა, უკვე თვითონ პრობლემაა რეჟიმის. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი დასაყრდენი, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ და ნებისმიერ ადამიანს მინდა უთხრა. წარმოიდგინეთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აი ამ სადისტი ხარაზიშვილების გარეშე. ანუ რა არის მისი დასაყრდენი? ზარქუა, წილოსანი და ის რაღაცა სასამართლო, ყველაზე დიდი ბოროტება და მოძალადე სადისტები. ანუ ზარქუა, წილოსანი და ეს ადამიანები მისთვის ხო არაფერი ხელსახოცებივით მოისურვის, როცა უნდა. პოლიტიკური იდეოლოგია მისთვის ხო არ არის არაფერი. ამიტომ ამათ ეყრდნობა. მაგრამ ეს ნიღბოსნები, ვინც არიან მისი აი ესესივით, ხო? ანუ ესესი რო იყო მაგალითად და თქვათ ვერმახტშიც კი რაღაცნაირად შიში შეჰქონდათ, ხო? ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს ადამიანები, რომლებსაც ყველაფრის კარტ ბლანში აქვთ მიცემული, ეს ადამიანები ყველას მიადგებიან, თვით ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც კი, კოცებსაც კი მიადგებიან. იმიტომ რომ რეალურად მათ შორის ანგარიშწორებებზე მთელი სერიალია. უკაცრავად, ეხლა ბიზნესი, რომელიც ჩუმად არის, ბიზნესი, აი მათაც მინდა ეხლა მინდა უთხრა, ბიზნესი, რომელიც დღემდე ჩუმად არის, ბევრი ხმას იღებს. აი ასპრიაში რო შევარდნენ თქვენ გქონდათ კადრები და იქ რომ მოაწყეს ეს ხმალაობა და ხელჩართული ბრძოლა. მოიცა რა გარანტია აქვს რომელიმე ბიზნესს რომ ხარაზიშვილის ნაირი ეს ნიღბოსნები ეს რა ვიცი ბრიგადა SS-ის ბანდერლოგების არ შევარდება რომელიმე ბიზნესში და არ წამოიყვანს იქიდან მანქანებს მაგალითად არ ვიცი. არ დაასხდებიან და არ მოიტაცებენ და გამოსასყიდს არ შეუთვლიან მე მშობლებს და არ ვიცი ბიზნეს. ანუ რა გარანტია აქვს ვინმეს მაგალითად დიდარ კოდს უკაცრავად რომ მის საკუთარ შულს არ მიადგებიან იმისთვის რომ რაღაცა სარგებელი მოიტანონ. ამიტომ ეხლა თქვენი კითხვა ვიცი შემდეგი რაც იქნება რომ რა შეიძლება ამისი თქვათ ესე თქვათ ჩვენ როგორ უნდა მივაწვეთ ის რეჟიმს რომ გადავანგრიოთ. კარგით, მაშინ თქვით ეს კითხვის გარეშე და მე გადავალ უკვე ირაკლი ანუ ჩემი მოსაზრებით პოლიტიკური პროცესი ბიძინა ივანიშვილმა ჩაკლა დიქტატურით. ეხა ერთადერთი გამოსავალი ეს არის რომ რაღაცნაირად ის ოქროს ძაფები რომელიც ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან იმიტომ ჩვენ ერთმანეთის მეტი არავინ არ გვყავს. მე და თქვენ ერთმანეთის მეტი არავინ არ გვყავს. ჩვენ და პოლიტიკოსებს, სხვა აქტივისტებს უკაცრავად ნებისმიერ ადამიანს მემარცხენეებსაც კი, რომელსაც იდეოლოგიზირებულად შეიძლება მე არ მოვწონდე,
ჩვენს მეტი და ჩვენ ერთმანეთის მეტი უბრალოდ იმ არავინ არ ყავს და ჩვენ თუ არ გავერთიანდებით, არ დავდგებით და მართლა არ გამოვალთ ქუჩაში, იმიტომ რომ ერთადერთი ბრძოლის ეხლა მთავარი იარაღი არის ქუჩა, ინგა სხვა ბრძოლის იარაღი ჩვენ პოლიტიკური პროცესი მეტი არ გაგვაჩნია. ამიტომ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რეჟიმის პატიმარს სოლიდარობა ჩვენ არავის არ მივატოვებთ, არავის აბსოლუტურად, ჩვენი მეგობარია თუ არ ვიცნობთ თუ ვიცნობთ, განსხვავება არ არის. მზია ამაღლობელ სოლიდარობა, ყველა იმ ადამიანს ბათუმელმე დროშეს სოლიდარობა, ყველა მოშიმშილეს და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ვერ გააიგივებს თავს პუტინთან და ვერც ლუკაშენკასთან. იმიტომ რომ ჯერჯერობით თავისუფალი საზოგადოება აქ ვართ, მაგრამ როდესაც ჩვენ თავისუფალი საზოგადოება გავქრებით, შემდეგ რეჟიმი მიადგება უკვე იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მათ შეიძლება ნელთბილად და კარგად იცხოვრონ. ამიტომ კარგად გაითავისოს ყველა ეს ადამიანმა, რომელიც ახლა ჩუმად არის. იმიტომ რომ სიჩუმე არის თანამონაწილეობა.